გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. ეთერში გადაცემაა ჩინური პანორამა. ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო, ალბათ თქვენ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენს უკან ესე იგი ახალი ფონია. ეს გამონაკლისია, როგორც წესი ჩვენ სხვადასხვანაირი ფონი გვაქვს, მაგრამ დღეს ჩვენ გვყავს ისეთი საინტერესო სტუმარი, ქართულ-ჩინური ურთიერთობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამ საზოგადოების ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბატონი შოთა ბიტაძე. ეს ძალიან საინტერესო პიროვნება, რომელიც გაგვაცნობს ქართულ-ჩინურ ურთიერთობას ჩაის დარგში. ბატონო შოთა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ ეთერში. დიდი მადლობა რომ მოგზანდით ჩვენ ეთერში. მადლობა მოწვევისთვის, რომ არის საშუალება იმისი, რომ ჩინეთზე სადმე მაინც იყოს საუბარი. ნუ ასე თუ ისე ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია რაც ჩინეთზე საუბრობს, გვაქვს ჩვენი მაყურებლები და ძალიან სასიამოვნოა. მე უბრალოდ მაყურებელს გავახსენებ, რომ ესე იგი ქართულ-ჩინური ურთიერთობა ეს 1 და 2 წლის ურთიერთობა არ არის, ჩვენ გვქონდა გარკვეული ტრადიციები და ერთ-ერთ ესეთ ტრადიციულ ურთიერთობას, რომელიც ჩაისთან არის დაკავშირებული, აი ერთ-ერთ ასეთ ურთიერთობაზე მოგვიყვება ბატონი შოთა ბიტაძე. ბატონო შოთა, თუ შეიძლება, დავიწყოთ რაღაც იმ ისტორიიდან, მე ვიტყვი რომ არსებობს ჩაის მუზეუმიც, თქვენ ქართულ-ჩინურ ურთიერთობაზე ბევრი შეგიძლიათ მოგვიყვეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს, ახლა ჩვენ კადრებს ხვდებთ CCTV-ის გადაცემიდან და აი მიახლოებით რომ მივყვეთ, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ჩინეთთან? ჩემი ურთიერთობა ჩინეთთან დაიწყო ჩაის უკავშირდება. საქართველოში ჩაის გავრცელება დაკავშირებულია ჩინეთთან, რა თქმა უნდა. ჩაი ჩინეთიდან არის, ჩინური ენდემური მცენარეა. უკავშირდება ჩინელს ასევე პიროვნებას ლიუ წუნჭოუს, რომელიც 1893 წელს პოპოვის დაფინანსებით და მის ინიციატივით ჩამოვიდა საქართველოში, აჭარაში და ჩაქვში მოხდა ესე იგი სამრეწველო პლანტაციების გაშენება და აშენდა პირველი ფაბრიკა. აი აქედან იწყება ესე იგი საქართველოში ჩაის სამრეწველო წარმოება. ესე იგი 1909 წელია 1893-ში. ჩამოვიდა 1893-ში ჩამოვიდა საქართველოში. და ქარხანა როდის იყო უკვე აშენებული? არა, მაშინ აშენდა, ესე იგი ერთ-ერთი წლის განმავლობაში მოხდა სადღაც ესე მე აშენდა. ესე იგი ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ჩაის დაბადების წელი აი ეს თარიღია. არა, საქართველოს დაბადების წელს უნდა მივიჩნიოთ, ჩაის უნდა მივიჩნიოთ 1857 წელი. 1857 წელი, რატომ? ეს არის, ხო, ესეა უკვე ეს თარიღი დამტკიცებული, მიჩნეული. აი ჩვენი ჩაის ბრენდიც რომელსაც ვაკეთებთ, ესე ქვია ქართული ჩაი 1857. ეხლა რატო 1857? ცოტა იქიდან დავიწყებ რომ გახდეს გასაგები. ეს პერიოდი არის, როდესაც აი უცებ გახდა გაჩნდა მოთხოვნილება აი ბევრ ჩაიზე. დიდ სახელმწიფოებში და იმპერიებში, ძირითადად ისო დიდი ბრიტანეთი და რუსეთის იმპერია, ხო? ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ჯერ ესე იგი სამხედრო ფლოტში, შემდეგ საერთოდ ფლოტში და შემდეგ არმიაშიც აი ღვინის პორცია ესე იყო, ჩაენაცვლა ჩაითი. აღმოჩნდა, რომ ესე იგი ჩაი აი მეზღვაურებისთვის იქ აი ავიტამინოზი ცინგასთან დაკავშირებით პრობლემური იყო ძალიან და ამ შემთხვევაში ჩაი ძალიან გამოდგა. მოგეთ ერთი მხრივ მოხერხებულია, მე დიდი პრობლემაა წყალი ფუჭდება. როდესაც ძიხნით მიდიოდნენ, ხო, თან მიქონდა წყალი, ჩაისთან ერთად ჩაის დაყენების დროს წყლის ხარისხიც უმჯობესდება. გარდა მაგისა, ესე იგი, აი ავიტამინოსთან დაკავშირებით, კარგად გამოაჩინა თავი ჩაიმ ჯანმრთელობის მხრივ,
მე ღვინის პორციასთან პრობლემებიც იყო, ალკოგოლი ეს ამოიღეს. ამიტომ ესე იგი თავარია რომ გაჩნდა მოთხოვნა ბევრ ჩაიზე უცებ. მაგრამ ჩაის აწარმოებდა მაშინ მხოლოდ ჩინეთი. ჩინეთი იყო თვითკმარი ქვეყანა მაშინ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მდიდარი და ძლიერი. და ეს იწვევდა მოკეთ ამ სხვა სახელმწიფოებისთვის მიუღებელი იყო ამის გამდიდრებას, იმას, ასე რომ, ასე იგი თან დაემთხვა ეს პერიოდი, როდესაც დიდი ბრიტანეთი გამოაძევეს ჩინეთიდან და მათ უნდა თავიანთი ჩაი. და ეს თავიანთი ჩაი მათ სინჯეს, ესე იგი ინდუეთში, დარჯელინგის რეგიონში და გაამართლა იქ. და იმის შემდეგ იწყება, ესე იგი ინდური ჩაი, როგორც შემდეგ მოიხსენიებთ, როგორც ინგლისური ჩაი, რომელიც ინდუეთში იწარმოება, ხო? შემდეგ უკვე დაიწყეს დიდმა ბრიტანეთმა ასევე შრი-ლანკაზე და ეხლა კენიაში აწარმოებენ ჩაის, ხო? რუსეთის იმპერიას, რა თქმა უნდა თავისი ეს სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ ჩაის ექსპორტი აი ევროპაში მაგალითად, ხო, რუსეთის გავლით, ციმბირის გავლით დაიწყო საერთოდ. ეს სავაჭრო გზები რუსეთის გავლით მოხდა, ხო ეს კი ახტა არის ესეთი ადგილი, სადაც ხდებოდა ამ ჩაების გადატვირთვა. ამიტომ ჩაისთან დაკავშირებით ჩაის სპეციალისტები და ვაჭრები რუსეთში იყვნენ ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ესეთი გამორჩეულები. აი ამ პერიოდში ხდება ეს ამბავი. რუსეთი ცდილობს, მაგრამ ესე იგი ჩამორჩება დიდ ბრიტანეთს ვერ ახერხებენ ესე იგი სამრეწველო წარმოების დაწყებას. ბატონო შოთა, თუ შეიძლება ეხლა 1847 წელს ესე იგი ფაქტიურად რუსეთის იმპერიაში, სადაც საქართველოს შედიოდა დაიწყო ჩაის შემოტანა. ეს უშუალოდ გაშენებასთან რამე კავშირი ჰქონდა? გაშენებასთან არის. შემოტანა ადრე ხდებოდა, შემოტანა გაცილებით და ადრე. და მაინც რატო ალბათ მაყურებელს და მსმენელს კითხვა დაისმება 47 წელი მაინც რატო კანონიზირებული რატოა 47 წელი და არა ამ თარიღთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ისინი იყო, მაგრამ არის ახლა ფუნდამენტალური აკადემიური გამოკვლევებზეა დამყარებული ხარ, რომ მეც მაგალითად ჩემი ინიციატივითაა ბიბლიოთეკა გაკეთებული და მუზეუმი ჩაის და იქ ინახება ეს ყველაფერი, არქივები, სადაც შეიძლება ამისი ესე აკადემიურად. ხო და მოკეთ ესე იგი ცდილობდა რუსეთის იმპერია, მაგრამ არ გამოდიოდა და ინიციატივა შემდეგ კერძო ინიციატივამ გაამართლა, ეს იყო ვორონცოვი, რომელიც შემდეგ გენერალ-გუბერნატორი იყო კავკასიის მხარეში. ვორონცოვმა მოსინჯა ყირიმში, თავის მამულში, ჩამოიტანეს ჩინური ჩაის ბუჩქები, დარგეს, მაგრამ აკლიმატიზაცია ვერ გაიარა ყირიმში. შემდეგ ნიკიცკის ბოტანიკური ბაღი არის ყირიმში, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბოტანიკური ბაღი იყო, მაშინ მოდა შემოვიდა სამკურნალო მცენარეებზე და ესეთ რაღაცა და იქ მოსინჯეს, იქაც არ გაამართლა. შემდეგ ვორონცოვი რო გადმოიყვანეს კავკასიაში, ამ ნიკიცკის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ურჩია, რომ მოესინჯათ, ესე იგი, შავი ზღვის სანაპიროზე ამის ეცადათ. და ვორონცოვის განკარგულებით ზუსტად 1857 წელს მოხდა ეს, რომ გადმურგეს ნიკიცკის ბოტანიკური ბაღიდან ჩინური ჩაის ბუჩქები ოზურგეთში, ანასეულში იყო მაშინ ესე ერქვა, ასე იგი კაზონი აკლიმატიზაციონი უჩასტაკეს, რუსულად ესე გამოითქმის. იმპერიას მაშინ ჰქონდა მთელ ტერიტორიაზე ესეთი სააკლიმატიზაციო ნაკვეთები იმისთვის, რომ ახალი მცენარეები შემოიტანა იმპერიაში და გაევრცელებინა. მოკეთ ოზურგეთში გაამართლა ამან პირველ წელსვე. მას დაიწყო ცდები ბევრი, ამიტომ ეს 47 წელია. იქ რამდენიმე წელი არის, საერთოდ იყო საკამათო ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა დადგენილია ზუსტად 1857 წელი არის ეს. ბატონო, დაუბრუნდეთ ახლა ისევ 80-იან წლებს თუ ბატონო, ერთის იმას მინდა, რასაც ხაზი არის გასასმელი, რომ იმის შემდეგ, რაც აკლიმატიზაცია გაიარა ჩაემ, ესე იგი საქართველოში, აი ანასეულში, ხო? ამის შემდეგ გახდა, ეს არის სუბტროპიკული რეგიონი ჩვენი. ამის შემდეგ გახდა, ასე იგი,
საშუალება მიეცა იმას, რომ გავრცელებულიყო ამ უფრო ფართოდ სუბტროპიკულ რეგიონში ეს ჩაის კულტურა. აი ჩვენთან არის 1857 წელი, ხო? შემდეგ 1900 წელი არის თურქია, ირანი. ირანში არის 1900 წლიდან ჩაი. ეს ერთი რეგიონია სუბტროპიკული, სადაც ადრე არაენდემური არის ჩაი და ჩაი არ იყო მანამდე. აზერბაიჯანი მაპატე თურქეთში არის 1930-იანი წლებიდან. 1930-იანი. აზერბაიჯანში არის 1930-იანი წლები. შემდეგ კრასნოდარის მხარე 30-იანი წლების ბოლოს მოხდა იქა გავრცელება და ესე იგი აი ეს მნიშვნელოვანია როგორ გავრცელდა ჩაი ამ რეგიონში. სხვაშორის მარსელიდან იყო ჩამოსული ამ საკითხს სწავლობდა ეს მეცნიერი იყო, რომელიც ამ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით მარსელში არის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ესე იგი კულტურის დიდი ცენტრია და მუზეუმი. და აინტერესებდა ჩაის გავრცელება. და იყო ესე იგი ჯერ თურქეთში იყო, შემდეგ აზერბაიჯანში იყო, ირანში იყო და ბოლოს ჩამოვიდა საქართველოში. და ჩვენ მუზეუმში მოგეთ გამოგზავნეს სახელმწიფო მუზეუმიდან. და მე წავიყვანეთ ვაჩვენეთისა და აი მუზეუმი არ ბოდიში, მუზეუმი მაშინ არ მქონდა მე გაკეთებული ჯერ. იმის შემდეგ გაჩნდა ეს იდეა რომ გამეკეთებია მუზეუმი. იმიტომ რომ ეს კაცი ჩამოვიდა თქვა რომ აი თურქეთში არის მუზეუმში, ესე იგი ამაზე ინფორმაცია არის დაცული სადოქტოროები, საკანდიდატოები, რომ თურქეთიდან შემოვიდა ჩაი ამ რეგიონში, იმიტომ რომ ზღვის გავლით ამტკიცებდნენ. აზერბაიჯანი ამტკიცებს რომ და ირანი რომ აბრეშუმის გზა გადიოდა და იქიდან შემოვიდა. ხო, სომხეთში იყო და სომხეთში ყველაზე ბევრი მასალები იყო ამასთან დაკავშირებით, ჩაისთან დაკავშირებით და საქართველოში არ არის არაფერი ვერ ნახა მოკეთ ამასთან დაკავშირებით. და აი როგორ არის ესე იგი თქვენთან იქ არის ყველაფერი ესე იგი თეორიის დონეზე, მაგრამ არტეფაქტებიო ვერაფერი ვერ ნახეო იქ ამასთან დაკავშირებით. და აი მე იყო რომ ასე წავიყვანეთ იქ დასავლეთ საქართველოში ეს ვაჩვენეთ ეს ლიუჯანჯოუს რაღაცეები ყველაფერი ესენი და აი იმის შემდეგ გამიჩნდა მე რომ უნდა გაკეთებულიყო აქ რაღაცა კერძო ინიციატივით მუზეუმი, სადაც თავს მოიყრიდა ეს მასალა არა მარტო არტეფაქტები, არამედ ლიტერატურაც და ყველაფერი რაც შეიძლება, რომელიც იმიტომ რომ ახალგაზრდებს აღარც იციან ჩვენება რომ საქართველოს თუმე ჩაის წარმოებელი ქვეყანა იყო და არა და ესე იგი 80-იან წლების ჩათვლით საქართველოს იყო მსოფლიოში მე-4 ადგილზე ჩაის წარმოების მხრივ. ის ჩვენ ცოტა კიდევაც გადავაჭარბეთ. მე მგონი რაღაც პერიოდი ერთ-ერთ წიგში მაქვს წაკითხული რომ ინდოეთსაც კი დავეციეთო რაღაც პერიოდი ეს ხუმრობა იყო ალბათ, მაგრამ ნუ თქვენ წარმოიდგინეთ ესე იგი ჩაის მწარმოებელი მე-4 ქვეყანა და რა მოხდა საქართველოში ფაქტიურად ჩვენ ეს კულტურა გავანადგურეთ ამასთან დაკავშირებით იცით რა მე საერთოდ ჩემი გვარი დასავლეთ საქართველოდან არის მთელი ბავშვობა მე გალის რაიონში და წალენჯიხის რაიონში მაგ გატარებული და პატარა ბავშვი რო ვიყავი აი ამ ჩაის პლანტაციებში დავრბოდით ის კი არა ჩაისაც ვკრეფავდით, მახსოვს მეზობლებს მივყავდით და ეს იცით რაღაც კულტურა იყო, როცა დილას გადახედავდით და ათასობით ადამიანის შესაული ამ იმას ჩაის პლანტაციებს, ჩაბარება, მხიარულობა და ასე შემდეგ. საღამოს ძალიან გვიყვარდა ჩაის ფაბრიკაში მისვლა, ღამის გატეხვა. მთელი იცით სკოლის მოსწავლეები მერვე კლასის შემდეგ უმეტესწილად აი ძალიან ხშირად მუშაობდნენ არ დადაგების დროს ჩაის ფაბრიკებზე მახსოვს და მეც არ მიმუშავე ახლა ჩაის ფაბრიკის მშენებლობაზე ვიმუშავე ნამდვილად და ეს პატარა წვლილი მაქვს შეტანილი, მაგრამ აი ღამის ტეხვები რო იყო, აი აქ დიდი ენთუზიაზმით მივდიოდი მეგობრებთან ერთად და ვიცი ახლა მე ამას ხომ იმისათვის რომ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენ მაყურებელს და მსმენელს თუ რა მასშტაბები ქონდა ჩაის კულტურას ჩვენ სამშობლოში. აი რა მოხდა მერე
ბაბნოშოთა თუ შეიძლება აი საქართველოს ისეც რომ ვთქვა აი ჩაის კრიზისი ერთი ხელის მოსმით ეს ყველაფერი აი საწავი და როგორ მოხდა ორი წლის განმავლობაში დამთავრდა, მაგრამ წინაპირობები იყო ამის, ესე იგი, რატო ეს რომ მოხდა ეს ყველაფერი. საქართველოს რო წარმოვიდგინოთ, არის ლოგისტიკურად არის ძალიან მოხერხებულ ადგილზე. ჩაის მომხმარებელ ქვეყნებთან. ჩაის მომხმარებელი ძირითადი ქვეყნები არის, ესე იგი, რუსეთი, აღმოსავლეთ ევროპა. ეხლა დიდი ბრიტანეთი და მაგრამ ამ რეგიონში მომხმარებლები. ამ ხრივ საქართველოს ლოგისტიკურად ძალიან მოხერხებულ ადგილზე. ამიტომ, არ აწყობდათ არავის ეს საქართველოში ეს განვითარებული იყო ამ დონეზე, ეს ერთი პირობა. მეორე ის იყო, რომ თურქეთმა იმუშავა ამ ხრივ ძალიან ჭკვიანურად და თურქეთმა ჩაანაცვლა საქართველოს რუსეთის ბაზარზე და აქედან გაჩნდა ჭკვიანურად რას ნიშნავს თუ შეიძლება ეშმაკურად შეიძლება ითქვას. შეიძლება პირველი ის რომ აი მაგალითად ჩავაყენოთ აი თქვენი აი ჩერნობილის შემდეგ დაიწყო აქტიურად მუშაობა თურქეთმა რა მოგეთ. ჩერნობილის შემდეგ იყო ლაქობრივი დაფარვა ერქვა ამ რადიაციით, საქართველოშიაც მოხდა ესა და საკავშირო შემოწმები რო ჩატარდა, აღმოაჩინეს სხვაშორის აი წალენჯიხაშიაც რადიაცია აღმოაჩინეს. ჩაი არის ესეთი პროდუქტი, რომლისაგანაც აი 4 კილო ნახევარი ნედლეულისგან მიიღება 1 კილო ნედლეული. შესაბამისად კონცენტრაცია ხო 4-ჯერ იზრდება, ხო 4 ნახევრად იზრდება, ამიტომ რადიაციის მხრივ საყურადღებოა ძალიან ჩაის ამბავის ამიტომ ესე იგი იმის გამო რომ აღმოჩნდა საქართველოს ჩაი მოგეთ საბჭოთა გაყიდვა შეჩერდა. და განადგურდა ის პროდუქცია, რომელშიც ეს აღმოჩნდა. ახლა თურქეთში უფრო მეტად იყო დაფარვა. იმიტომ რომ და საინტერესო ფაქტია. ხო, აი შავი ზღვის საერთოდ რამე რო ხდება შავ ზღვაზე, ხო? აი დასავლეთის სანაპიროდან ხდება ხოლმე ყველაფერი რა ეს დინებების და ქარის მიმართულებას ეს. ამიტომ თურქეთში იყო დაფარვა, რა თქმა უნდა, ამისი მათ თურქეთმა ეს არ გაამჟღავნა და ის წლები საბჭოთა მოხდა ამ თურქული ჩაის შემოტანა. ან ბაზარში კარგად შემოსვლა ის სერიოზულად. შემდეგ დაემთხვა ეს 90-იანი წლების ამბავი, ხო? უკვე იქ სახელმწიფო სერიოზულად ჩაერთო თურქეთის და არა მარტო თურქეთის სპეციალური და იყო პროგრამები, რომელიც იყო მithomს ჩაის ჩვენთან სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამები, სიანგლეში იყო პირიქით. ჩვენთან ფაბრიკები, ჩვენემა შეუწყეს, რა თქმა უნდა, მაგას კარგად ხელი, ჯართად გაიყიდა ფაბრიკები, დანადგარები წაიღეს, რიზეს რეგიონში თურქეთში მოხდა იქ ძირითადად რიზეში იყო ციტრუსების პლანტაციები, თურქებმა ციტრუსები გაჩეხეს, დარგეს ჩაი. რა საინტერესო ფაქტია, ალბათ საქართველოში პირველად ჟღერს მე არ გამიგია ეს. ეგრეა, საქართველოში პროგრამები დააფინანსეს, რომ ჩაი გაჩეხილიყო და ციტრუსები დარგულიყო. აი ესეთი ისა. და სპეციალისტებიც წავიდნენ იქითკენ, ეხლაც კრეფავები დადიან იქ, კაცები მაშინ თურქეთში საკრეფად. და აი ესე მოხდა ის, რომ ქართული ჩაი ნენელა მოგეთ ჩაანელნეკე სწრაფად ჩანაცვლა. ჩვენთან მარაგები რაც იყო 1-2 წლის განმავლობაში კიდე ძველი ნაცნობებით რუსეთში ყიდიდნენ. და შემდეგ ეს ჩაი როგორც მეჩაიეობა, როგორც დარგი ფაქტიურად გაქრა. ფაქტიურად გაქრა. სამწუხაროდ ესე იყო. სამწუხარო ფაქტია და ძალიან საინტერესოა თქვენ რომ მოყევით, იმიტომ რომ მე აი ესე კონკრეტულად არ მომისმენი ამაზე საუბარი, რომ სინამდვილეში იგივე ერთ-ერთ რეგიონში თურქეთის რომ ციტრუსები გაჩეხეს, ჩაი დარგეს რიზეს რეგიონში ეს საკმაოდ სერიოზული ფაქტია. თურქეთმა კარგად იმუშავა თავის სახელმწიფოს თვის. მე ისიც რო ავიღოთ, რომ კვოტები აქვს საქართველოს და იმ კვოტებსაც არ გვაყენებიებენ, რომ შეიტანო თურქეთში ჩაი. თვითონ თავის ბაზარს კარგად იცავს თურქეთი. ხო, ძალიან დიდი საბაჟო გადასახადები არის.
ნებისმიერ ქართულზე კი საერთოდ ყველანაირი ჩაიზე, თურქული ჩაის, ჩინური ჩაის მაგალითად შეტანა ძალიან პრობლემულია. თუმცა ირანული ჩაის იმას ახერხებენ იქ კავშირებით. ბატონ შოთა, აი ეს უბრალოდ არა ინფორმაციულად დაუშვეთ, აი ამ მზა ჩარხების გაყიდვა, ეს როგორ იყო დაშვებული? ეს ხო დანაშაულია მაპატეებს უბრალოდ. ნუ სხვა ბევრი დანაშაულიც იყო. რასაკვირველია, მე ახლა კონკრეტულად ჩაიზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს ჩაის კულტურა ჩვენი განუყოფელი ნაწილია ჩვენი სოფლის მეურნეობის, რომელიც შევიძინეთ და ახლა ძალიან დიდი მადლობა თქვენ და იმ ენთუზიასტებს, რომელიც აი აღორძინება დაიწყო აი ამ მიტოვებული სპეციფიკა. თვითონ როგორ არის ეს ჩაის კულტურა ჩინეთში მაგალითად ხო სადაც ჩაის მოყვანა შეიძლება იქ სოფლის მეურნეობის სავარგულებს ხო სხვა რამეზე და არაფერზე არ აცდენენ. სადაც ჩაი მოდის, იქ არც მესაქონლეობა არის, არც სხვა რამე. იმიტომ რომ ჩაიდან მიღებული შემოსავლით გლეხებს შეუძლიათ მერე და იქ მეწარმეებს შეუძლიათ სხვა ნებისმიერ პროდუქტის ყიდვა და ასე შემდეგ. და აი ჩვენთან ამ მეჩაიეობის მოსპობა და იმის მტკიცება, რომ არარენტაბელურია, არამომგებიანია და მით უმეტეს ორგანული ჩაის წარმოება და საქართველოს არის დღესდღეობით საქართველოს როგორც პოტენციალით ორგანული ჩაის წარმოების პოტენციალით სოფლიოში არის საუკეთესო ადგილი. ბატონ შოთა და აი ეს თქვენ ციტრუსების კულტურაზე თქვით და თუ შეიძლება მე ჩაგეკითხებით ამასთან დაკავშირებით, თქვენ იცით რომ აი მე მახსოვს მასობრივად აი მიდიოდა იმის პოპულარიზაცია რომ აი ჩაი ძალიან ძვირად ღირებული ძვირად შესანახი პროდუქტია და აი დავგათ იგივე თხილი ციტრუსები თხილი და აი უბრალოდ აი ფეხზე გადავიდოთ და ეს თავისით მოგცემს მოსავალს და ასე შემდეგ. აი თხილი იყო ამასთან დაკავშირებით? ნუ ეხლა თხილი იყო, ეხლა არის მოცვი. ცისფერი ამერიკული ცისფერი მოცვის გაშენება ხდება როგორც მონოკულტურად და ეს თავის შედეგებს გამოიღებს ისე როგორც ჩაემან თხილმა გამოიღო თავის შედეგები და ჰექტარზე გაანგარიშებით ნუ ჩაი გაცილებით მეტ შემოსავალს იძლევა და ჩაი იძლევა საქართველოში მოსავალს 6 თვე ნახევარი ყოველ დღე იძლევა მოსავალს. ანუ ყოველ დღე შეიძლება მოსავლის მიღება და პროდუქტის წარმოება. თხილი იძლევა წელიწადში ერთხელ, ხო? მერე გარდა ამისა არ არის მოწყვლადი აი ბუნებრივი პირობებისზე. თქვათ იქ სეტყვა მოყინვები, ნუ მოყინვები რა თქმა უნდა მოქმედებს, მაგრამ ნუ მაინც. მერე არის მრავალწლიანი კულტურა. ჩაის ბუჩქი თუ ესე იგი არ ხდება მისი აი აგრესიული ექსპლუატაცია, ხო? დიდხანს ცოცხლობს ძალიან. არის ესე იგი თუ სპეციალური ესეთი პირობებში თუ გყავს, ფაქტობრივად უკვდავი მცენარე არის. იმიტომ რომ თავის აღდგენას ახდენს. თავის აღდგენას ახდენს. რა საინტერესო ფაქტები. ხო და ნუ აი ესეთი ის არის თან დასაწყისში პლანტაციის გაშენება რთული საქმეა და ძვირია. მაგრამ შემდეგ პლანტაციები აი 75000 ჰექტარამდე იყო საქართველოში. ეხლა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვა რიცხვებს იძლევა, მაგრამ მე ჩვენი გამოკვლევები გვაქვს და ჰექტარ 1000 ჰექტარამდე არის შემორჩენილი. 75000-დან 1000-მდე. 1000 ჰექტარამდე არის შემორჩენილი, ხო? რომელიც ესე იგი, ნუ რომელსაც აქვს პერსპექტივა რა ამ იმას. 1000 ჰექტარამდე. ხო. ესე იგი მე ბოდიშით ეხლა რო არ თქვა არ შემილია, მე სრული პასუხისგებლობით შემილია განვაცხადო უბრალოდ აი ეს რაც მოვისმენე, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჩაის დარგში გარკვეულწილად დივერსიაა ჩადენილი. მაპატეთ არ მეშინია ამ სიტყვის. დივერსია არა მარტო ჩაის მხრივაა, ბევრ რამეშია, მაგრამ პირველ რიგში ეს ძალიან ბევრი ისა, ეს ცალსახად ეს გამოყოფას არ მივიჩნევ სწორად. ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში მე გამოვყოფ იმას, რომ ჩვენ გაუნათლებლობას და გარდა მაგისა იმას, რომ ჩაი როგორც არ იყო ქართული ენდემური მცენარე, ვერ გაუძლო ამ პერიოდს. აი მაგალითად მეღვინეობაში ხო გადარჩა, იმიტომ რომ ყველა ოჯახში ღვინოს აყენებს ხალხი, იცის ეს ჩვენია, ხო?
მაგრამ აი ესეთი ორთოდოქსის მეთოდი ქვია. ანუ ჩინური მეთოდი რაც არის, ესე იგი ტრადიციული ჩაის წარმოება. ასე ორთოდოქსის მეთოდს ჩვენები არ იცნობდნენ. ჩვენთან იყო ჩაის სამრეწველო წარმოება, იყოს ფაბრიკული წარმოება და სხვა შორის ეს ფაბრიკული წარმოება ეს ჩვენი საბჭოთა პერიოდში მეცნიერების მიერ და ინჟინერების მიერ, ტექნოლოგიების მიერ ჩამოყალიბებული ახალი ტექნოლოგიებია, რომელიც შემდეგ მაგალითად საბჭოთა კავშირიდან, საქართველოს სპეციალისტებმა გაუზიარეს მაგალითად ვიეტნამს, იგივე ჩინეთს. ჩინეთშიაც დადიოდნენ ჩვენი სპეციალისტები. რომელმაც უკვე იმათ ასწავლეს სამრეწველო წარმოება. ეს რომელ წლებში დადიოდნენ? ეს არის 60-იანი, 50-იანი. 50-იანი წლები ჯერ კიდე დაძაბული რო არ იყო ურთიერთობა ისეთი, ხო? ხო. ვიეტნამში მე ეს ჩვენი სპეციალისტი მე ხა ჭანჭოუს მეცნიერებათა ტექნოლოგიების ინსტიტუტში რომ მოხვდი ამ ჩაისთან დაკავშირებით, ხო ეს ფუძიანის პროვინციაში. იქ აი ძველი სპეციალისტები ჩაისი ნაწილობრივ რუსულიც რო იციან. იმან მომცა მე წიგნი ქართველი მეცნიერის ჯმუხაძის წიგნი რუსულ ენაზე იქ ჩინეთში მოხდა ჯმუხაძის წიგნი მასა აქ ესე იგი ძალიან სამჯერ იყო ესე იგი საქართველოსთან ექსპედიცია იქა ნუ საბჭოთა კავშირიდან ქართველი მეცნიერები იყვნენ რომელმაც აი ჩინეთში ჩაის მრეწველობა შეისწავლეს და მე რეკომენდაციები მიცეს ჩინელებს და ნუ იმის წიგნი ძალიან გავამაგდა მაგალითად მე რომ აი საქართველოში ახლებურად როგორ უნდა მიდგომა მოხდარიყო ეხლა აქ ჩვენთან სამრეწველო ჩაის წარმოების აღდგენა ნუ როგორ იყო იცით ჩინელების დაინტერესებული იყო მე გეუბნებით ეს აი 2000-იანი წლების დასაწყისში ხო ეს პროგრამები რო დაიწყო 2009-ში დაიწყო ის პროგრამა საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის ხელშემწყობი პროგრამა ჩინეთმა დაიწყო აი ამას მიაქციეს ყურადღება პატრიცემელო მაშინ საქართველოში არაფერი საერთოდ ჩაის არ იყო და მანამდეც ის საერთოდაც ჰქონდა ინტერესი ამისი და ნუ მე კერძო ჩემი ინიციატივით შემოვიარეს და აღწერე შევისწავლე რა იყო როგორ იყო და ნუ ჩინელებს ჰქონდათ ინტერესი თქვათ რომ აქ მასშტაბური წარმოების დაწყების ჩაისი მე რაც რეკომენდაცია მივეცი ის რომ მასშტაბური წარმოების დაწყება საქართველოში არ შეიძლებოდა და ეს სხვა პოლიტიკური მიზნებიც იყო ამაში რა და რეკომენდაცია მივეცი რომ გლეხური მეურნეობები უნდა უნდა ჩამოყალიბებული იყო ჩაის გლეხური მეურნეობები ეხლა ჩინეთი ძალიან დიდი ქვეყანაა და სხვადასხვა ფუძიანის პროვინციაში სხვანაირად არის. სხვა ნებისმიერ პროვინციაში მიხვალა ჩაის ბიზნესი და ჩაის წარმოება სხვადასხვანაირად არის ორგანიზებული. მე ესე იგი ჩავთვალე რომ ესე იგი იუნანის პროვინციაში როგორც არის გავს საქართველოს ისეთი გეოგრაფიულადაც და ასევე ესეთივე გამოცდილება აქვს იაპონიას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო იუნანის პროვინციაში ეს კუნმინი რო არის, ხო? კუნმინი სამხრეთი ვიეტნამთან საზღვარია იუნანის. ხო, ბირმა, ვიეტნამი, ინდოეთი, ხო. ხო, მაგ რეგიონში სადაც არის ჩაის ენდემური სახეობა, ეს არის იუნანის დიდფოთლიანი ქვია, ჩაის ხეებია. ეს არის 15-20 მეტრიანი ჩაის ხეები. აქედან დაიწყო ჩაის გავრცელება. აი შემდეგ ჩtildeოეთისკენ რო გავცელდა ჩაი უკვე დაბუჩქდა უკვე ხის ფორმა დაკარგა და ბუჩქი გახდა რომელიც აი 4-5 მაქსიმუმ მეტრის იზრდება და საქართველოში არის ეს სახეობა სუბტროპიკული არის ეს არის Thea sinensis სახეობა რომელიც გავრცელდა უფრო სამხრეთით აი ინდოეთი ვიეტნამი ხო ესე ბირმა ისინი იქ შეინარჩუნა ეს სახე და იქ არის ასევე ერთ ვარჯზე ანუ ხის ფორმა აქვს. ეს არის Thea asamica. ანუ ტროპიკული ჩაის სახეობა. ჩვენი არის სუბტროპიკული ჩინური სახეობა. ბატონშოთა, თუ შეიძლება თქვენის დეპარტით ახლა ჩვენი გადაცემის დრო რასაკურველია შეზღუდულია, მაგრამ ტელემაყურებელს და რადიომსმენელს მინდა უთხრა, რომ ბატონშოთა პიტაძეს ჩვენ არაერთხელ შევხვდებით, იმიტომ რომ ისეთ საინტერესო
თემაზე გვიყვება და ერთ-ერთი მთავარი მომენტია, რომ მეაქციეთ ყურადღება, რომ 2009 წლიდან თვითონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჩინეთის საელჩომ საქართველოში დაიწყო აი ეს პროგრამა. თუ შეიძლება ახლა ცოტა უფრო დიდი დრო რო დაუთმოთ აი ამ პროგრამას. დაიწყო ეს პროგრამა. როგორ დაიწყო და რა იყო თქვენი ნაბიჯები ამ კუთხით? ასე იგი, ჩინეთის მთავრობის, შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის სამინისტროს უშუალო მონაწილეობით პროგრამა იყო, ესე იგი, განვითარებად ქვეყნებში, ესე ერქვა მაშინ. განვითარებად ქვეყნებში დაბინძურებისგან თავისუფალი, ანუ ეკოლოგიურად სუფთა ჩაის წარმოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. ესეთი პროგრამები იყო. საქართველოს ამ პროგრამაში მაშინ ვეждდებოდა დასაწყისში რომ წარდგენა იყო, იმიტომ რომ ჩვენთან უკვე ჩაის მრეწველობა აღარ არსებობდა და სხვაშორის მინდა სამწუხაროდ თქვა, რომ ეხლა სახელმძღვანელოებში და ასე შემდეგ საქართველოს არ არის მოხსენებული. მიუხედავად იმისა, რომ მე რამდენიმე ის მაქვს გაკეთებული ამაზე სტატიაც ისიც შეთავაზება ჩინეთშიაც დასაბუთებები ესენი ყველაფერი, მაგრამ მაინც საქართველოს ჩაის მწარმოებელ ქვეყანად მე ვერ ვნახულობ რა იქ ოფიციალურ მეებში, მაგალითად რუსეთი არის მითითებული ჩაის მწარმოებელ ქვეყანად. აზერბაიჯანი არის მითითებული. და თქვენ წარმოიდგინეთ რა სტეჩი და ვიზია ეს დამოკიდებული. მე ახლა ვთქვათ კიდე მეორე აზერბაიჯანმა და თურქეთმა გამოაცხადა ჩაი იუნესკოში უკვე მიღებულია ესა ჩაი როგორც არამატერიალური კულტურის საგანძურად ხო ეს თურქეთის ელჩი იყო ჩვენთან მუზეუმში მოსული და იმის წარმომადგენლები 2 წლისიანაც იყვნენ შარშანაც იყვნენ წელსაც იყვნენ და უნდათ რომ ჩაეტარებიათ ესე იგი ფესტივალივით ესე ამის აღნიშვნა რომ ეს გამოცხადა ჩინური და აზერბაიჯანის თურქული და აზერბაიჯანული ჩაი რო გამოცხადა ესე და ესე და უნდათ რომ ესე იგი ჩვენგან მიიღოთ ინფორმაცია და ჩვენ მონაწილეობა მიგვეღო იმიტომ რომ ეს მასალები მე მაქვს იმაში ეხლა რიზეში უზარმაზარი მუზეუმი არის აშენებული ჩაის და თქვენ აი საიდან მოგივიდათ უბრალოდ ეს აზრი რომ მუზეუმი გააკეთებიათ უზარმაზარი მუზეუმი არის აქ ისინი უძახიან არმუდს ეს წელში გამოყვანილი ჭიქარო არის ეს არმუდი კიდე ცალკე თემა არის ეს არმუდი არ არის ჩინური ჩაის ჭიქა ეს არის ქართული ღვინის ჭიქა რომელიც მოხდა რიზეს რეგიონში მუხაჯირობის შემდეგ გადასახლება რომ მოხდა ლაზების და აფხაზების და ხო და უზარმაზარი მუზეუმმა ჩამოსული იყო იქიდან ესენ ჩვენთან და შენობა არის, მაგრამ არტეფაქტები მუზეუმს სჭირდება რა, რომ უნდა იყოს თეორიული და მასალა და არტეფაქტები და ამის იმას განიცდიან სიმცირეს. ну რაღაც მასალები მე რა თქმა უნდა კოპიები მივეცი იმისთვის რაღაცა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი იქ ესეთი მდგომარეობა და იქ საქართველოსდან მოხდა ეს ყველაფერი. და ჩვენთან სამწუხაროდ ესე ამ კუთხით არ ექცევა ყურადღება. მაპატეთ, აი ეს მუზეუმი, როგორც ესეთი ჩაის მუზეუმი თქვენი ფიქსირებულია კულტურის სამინისტროს რეესში? არა, ფიქსირებული. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მისის იქ და ყველას მეგობრობს, ყველასთან და დადიან და ჩაისვენ ჩემთან. კი ბატონო. მაგრამ არ არის. რო გავაგრძელოთ, აი თქვენ ეხლა მე ვიცით ხშირად დადიხართ ჩინეთში, აი აგრძელებთ თქვენ აქ თქვენი კომპანია ჩაისი ბითაძე თუ შეიძლება რომ მაჩვენოთ უფრო აი ეს ისინი ჩვენ მაყურებელს ამ პროექტთან დაკავშირებით აი 2009-ში ხო წავიდა პირველი ესე იგი თელს იმაში ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში მაგრამ არავინ არ გამოჩნდა ინტერესი არ გამოიჩინა ამიტომ ორი ადამიანი ვიყავით სასულები 2009-ში დაიწყო ეს პროგრამა შემდეგ ნელ-ნელა ესე იგი გამithარდა მე თბილისში გაკეთდა აი ამ ახლა სადაც ეს მუზეუმი არის იქ უფასო ჩაის სკოლა გავაკეთე რომ ეს ჩაის მეწარმეები მომეზიდა და აი განათლება მიგვეღო მე გადამეცა ის რაც მე შემიძლია და იმათაგანაც რაღაცა მიგვეღო და გვეთანამშრომლა რომ ეს რომელ ქალაქში ხდებოდა ჩინეთის მაპატიეთ? ჩინეთში ჭანჭოუში არის ეს. ჭანჭოუ. ეს ტაივანთან სიახლოვეს არის აი ეს პროვინცია. ფუჯიანის პროვინცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროვინცია და თან ისეთი ადგილია, სადაც თითქმის ყველა სახის ჩაის აწარმოებენ, გარდა ფუერებისა. ხო და ესე იგი ამ სკოლის შემდეგ აქ ვინც გამოიჩინა თავი, ისინი მე დადიან 2009 წლის შემდეგ ყოველ წელს უფასოდ
ეს აფინანსებს ამას ჩაის ესა ჩინეთის ეკონომიკის სამინისტრო თვე ერთი თვის განმავლობაში მთლიანად ფინანსდება ჩინეთის სახელმწიფოს მიერ სასწავლო ტურებში. ამ სასწავლო ტურებში ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ ხშირად ჩვენ ვაძლევთ წინადადებას, რომ რა გვაინტერესებს და იმ კუთხით, მაგალითად, წელს ვიყავით ნოემბერში 32 კაცი იყო საქართველოდან წასული წელს კი არა სერიოზული ისინია იმიტომ რომ მე ამ ყველაფერს აფინანსებს ჩინური მხარე ასე იგი მე სადღაც ბოლო წლებია რომ უკვე მარტო საქართველოსთვისაც კეთდება ანუ იყო ესე რომ ჩადიოდნენ იქა ჩაის წარმოებელი სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს კარგი იყო მაშინ რომ მე ვეცნობოდი ყველას იქ შრი-ლანკა ეს კენია ყველას და მე ამის გარდა კიდე გავაკეთეს ისე რომ მარტო საქართველოსთვის აკეთებენ. აი ხა თქვა ეხლა რომ ვიყავით წასული 32 კაცი, ხო? მარტო საქართველოსდან იყო ეს დელეგაცია და ჩემი შეთავაზებით რა პროგრამაც იყო, მე მაინტერესებდა აი ყვითელი ჩაის წარმოების ტექნოლოგიის შესწავლა და მაგასთან დაკავშირებით აი რაღაცა წაგვეხმარენ იქა. მე მაყურებელს ერთი წამი თუ შეიძლება მინდა უთხრა რომ ბატონი შოთა ბითაძე არის ქართული ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი. აი თუ შეიძლება ალბათ დაინტერესდა ჩვენ მაყურებელი იმით თუ როგორ ხდება ამ ხალხის კომპლექტაცია აი ამ თქვენი ორგანიზაციის ეგითი თუ აი თუ ეს სამინისტრო აკეთებს არა თავიდან იყო ესე ჩვენ მე ვაკეთებდი ამის ამ ჩაის სკოლიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე რომ ვისაც პერსპექტივად ვხედავდი რომ ვისის სწავლაც ჩვენ წაგვადგება და იმ ხალხისაგან ზუსტად ჩამოყალიბდა მე ეს ასოციაცია ანუ ესე იგი ისწავლეს წარმოება ამ ორთოდოქსის მეთოდით ჩაი უკვე გავაკეთეთ ისეთი ტექნოლოგიები უკვე ჩვენი ორიგინალური ტექნოლოგიები ეს ქართული რომელიც შეესაბამება ჩვენ პირობებს და ვაწარმოებთ ისეთ ჩაის რომელიც გაყიდვასაც შევძლებთ საერთაშორისო ბაზარზე აი ძველი ტექნოლოგიები რაც იყო კომუნისტების დროს ისინი არ გამოუსადეგარია ის სოდნაც ახლა რა თქმა უნდა სოდნა ყოველთვის კარგია მაგრამ ის იყო ახალის გაკეთება საჭირო. მოგეთ და ესე იგი ეს ხალხი დადის იქა ისწავლეს და ამით გაკეთდა ეს ასოციაცია და ასოციაციავე ახორციელებს ამ პროდუქციის რეალიზაციას მე. ანუ ჩვენ ფაქტობრივად შევქმნით ესე იგი ახალი ქართული პროდუქტი, შევქმნით ამ ახალი ქართული პროდუქტის მომხმარებელიც, იმიტომ რომ ამას არავინ არ იცნობდა, ხო, სოფლიოში. და მოგეთ ეს ყველაფერი ჩვენ აღებულია ისა და მინდა დავისაუბროთ რომ აი წელს რო ვიყავით წასული 25 კაცი პირველად მოხდა ეს რომ უკვე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოუშვა თავიანთი ხალხი ესე მანამდე მთლიანად ვაკომპლექტებდი მე ამას შემდეგ მოხდა ისე რომ მე ვთქვი საელჩოში რომ აუცილებელია რომ ამაში უფრო კარგად ჩაერთოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისე ვერ გამithარდება აქ დარგი ამ კერძო ინიციატივით და მე გააკეთეს ესე რომ უგზავნიან ესე იგი ამ ღონისძიებაზე შეტყობინებას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მე მეც მიგზავნია და იმათაც მე სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავის ხალხს გამოყოფს იქიდან ჩვენ შევავსებ და აი წელს მოხდა ესე რომ ერთობლივად უკვე კარგად წავიდგეთ დეპარტამენტის ხელმძღვანელები ისინი იყვენ და კარგია სხვა შორის პირველი ვინც ეს ამაში ჩაერთო ეს ბატონი ოთარ დანელია იყო ეს 2015 წელი სოფლის მეურნეობის მინისტრი რომელმაც ეს საქმე არ მინდა რომ აუცილებლად გამოვყო ეს იმიტომ რომ აი ჩაის ფესტივალი იყო თბილისში და ჩვენი პროდუქციის გამოფენა ქონდა იქ გატანილი და ოთარი ბატონი ოთარი იყო იქ მოსული ნახა ეს პროდუქტი მითხრა რომ ეს იგი რაღაცას ვაპირებთ ჩაიზე მიგვიწვია ჩვენ იმაში და აი მე გაკეთდა ეს ჩაის ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა. რომ დაიწყო ეხლა რომელიც ეხლაც მიმდინარეობს ეს პროგრამა. აღდგენის პლანტაციების აღდგენის შემდეგ ეს პროგრამა ისე არ განვითარდა როგორც თავიდან ჩაფიქრებული იყო სამწუხაროდ, მაგრამ მაინც შედეგი რა თქმა უნდა გამოიღო. ბატონ შოთა, აი ეხლა
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი გადაცემის დრო შეზღუდულია, მაგრამ მე ვპირდები ჩვენ მაყურებელს, რომ ჩვენ კიდე არაერთხელ ვიხელავთ ბატონ შოთას ალბათ საინტერესო სტუმრებთან ერთად უკვე ჩვენ ეთერში. აი მე მინდა ეხლა აი ამ ფილმთან დაკავშირებით შეგეკითხოთ რამოდენიმე სიტყვა ეხლა ჩვენს უკან უკვე რამოდენიმეჯერ გამოეორდა ეს CCTV-ის ფილმი, სადაც ასახულია რაღაც ისტორია, ეს პიროვნება ვინ არის და უშუალოდ რომელიც ჩამოდის საქართველოში და რომელიც ყვება და პატარა აი ამ ფილმის ისტორია, რომელიც ქართულ ჯაის მიეძღვნა. CCTV ერთმა სახელმწიფო ტელევიზიამ ჩინეთის იმის შეკვეთით, მაგრამ უშუალოდ ჯგუფი ჩამოვიდა აქ CCTV 9-ის. ეს რომელ წელს იყო? აი ახლა უცებ ვერ ვიხსენებ. ნუ, კაი ხანში. გასაგებია. ესე იგი მათ გადაიღეს 6 სერიანი ფილმი, ქვია ერთი ფოთლის ისტორია, ესე ითარგმნება, ჩაიზია, თემ სოფლიოში იღებდნენ ჩაისთან დაკავშირებით ამ ფილმს. სხვადასხვა საქართველოში რო ჩამოვიდნენ ესენი გადასაღებად, ეს დაკავშირებულია სწორედ აი ლიუ ჯანჯოუს შთამომავლობასთან. ლიუ ჯანჯოუს ჩაივინს დაიწყო საქართველოში, იმისი შვილიშვილი, ქაბატონი ლუგვანვენი, რომელიც პიროვნება, რომელიც ეთერშია, მთავარი ასე ვთქვათ, არა, ის არის ის მეორე შვილიშვილი, ეს არის მეორე. ის ქალბატონი ის არის მალი ყანდარელი, გივი ყანდარელის მეუღლე, საქართველოში ცხოვრობს, ქართული ოჯახი. ქალბატონი მალისგან დაიწყო საზოგადოება ჩვენი. დაიწყო ქალბატონი მალისგან. ესე იგი საქართველოს ჩინეთის ურთიერთობის საზოგადოება. მეც ჩინეთი მაქედან გავიცანი და ეს პირველი საზოგადოება იყო. მე ესა მაყურებელს მინდა ვაუწყო, რომ 90-იან წლებში დაფუძნდა, თუ არ ვწდები, ხო? დიახ, პირველი საზოგადოება იყო ესა. ეს ჩინეთში კულტურული რევოლუცია რო დამთავრდა, ეს ძალიან დიდი ხნის წინათ იყო. აი მერე გამოიჩინა ინიციატივი ქალბატონმა მალიმ და ლუგონვენი ეს ჩინური სახელია. ესე მალი ყანდარელი. ქალბატონი მალი. მალის ინიციატივით მე დაიწყო შეიქმნა საზოგადოება და ქალბატონი მალის დახმარებით მოხდა შემდეგ და ამ საზოგადოების დახმარებით ჩინეთთან კავშირებით, მოგეთ ამაზე აღარ გავაგრძელებ და მეორე ესე იგი შვილიშვილი ლიუ ჯანჯოუში ლიუ წუნჭოუ არის ზუსტად ესე ტრანსკრიფციით ესე გამოითქმის, ხო? არის ლიუჩი საშას ვძახით ჩვენ შინაურულად. აი ხა ჩანს, აი იმ ეკრანზე ჩანდა ეს. საშა იმისი ასე იგი რძალია ლიუხაო არის შვილთაშვილი, დევის ვძახით ჩვენ. იმის ასე იგი მეუღლე მუშაობს ზუსტად ამ სახელმწიფო ტელევიზიაში. CCTV-ში. და მან წარადგინა ეს რომ საქართველოს არის ჩაის წარმოებელი და არის ესეთი ისტორია. აი რა კაი ლობისტები ყოლია ჩვენ საქართველოს. ეს მოხდა ყველაფერი კერძო კავშირი და პირველ რიგში ქალბატონი მალის წრე და იქიდან არის ეს ყველაფერი და ესე იგი შემდეგ აი ლიუჩი გამოყვა ამ ჯგუფს ჩამოვიდნენ საქართველოში და გადაიღეს ეს ფილმი საქართველოზე. საქართველოს ლიუ ჯანჯოუს ისტორია და საქართველოში დღეს რა ხდება და ესეთი ისა სხვადასხვა ამას მოყვა მე ამ ფილმის გადაღებას ის რომ თვითონ ლიუჩი გამოთქვა სურვილი რომ საქართველოში ისევ მისი ბაბუის საქმე გაეგრძელებია და ჩაი აეღორძინებია და აი გაკეთდა ფილმი და ლიუჩისთან ერთად მე მონაწილეობდი ამ იმაში დავიწყეთ პლანტაციის გაკეთება. ეს იყო 2011-ში დაიწყო 2011-ია 2010-2011 ეს იყო ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში 30 ბატონშო აი ახლა თქვენ ეს ჩაის რამოდენიმე წარმოდგენილი თქვენი პროდუქცია ალბათ მაყურებელი დაინტერესდება შეუძლია თუ არა შეიძინოს სადმე ეს პროდუქცია კი მაგრამ მანამდე ძალიან მინდა რომ ესე მაინც აი საზოგადოების ღვაწლი ხაზი გაუსვა ეს ქართულ-ჩინური საზოგადოების. დიახ, ხო. ესე იგი ეს საზოგადოება საფუძველზე შეიქმნა სინოლოგიის სკოლა საქართველოში.
ეხლა წამყვანი, ქალბატონი მალი არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ზურა მამნიაშვილი არის ეხლა სინოლოგი, რომელმაც პირველმა ასე გააკეთა ჩვენ ქართული ტრანსკრიფცია და პირველი ლექსიკონი. ეს ყველაფერი გაკეთდა კერძო ინიციატივებით. ეხლა უკვე 65,000 სიტყვა არის და ასევე კომენტარებით ამ ლექსიკონში. ესეთი სამუშაო არ გაკეთებულა საქართველოში. ამ საზოგადოების მიერ არის ესე იგი ეს სიგნები ყველა ჩინურიდან ქართულზე თარგმანია, ეს თანამედროვე ჩინური ლიტერატურა მოიენის პირველი მეორე ტომი. მოგეთ აი ყველაფერს წამოვიღეთ, ბევრი წიგნები არის მოგეთ გაკეთებული, თარგმანები და სხვა შორის ეს არის სუპირველი თარგმანი ჩინურიდან ქართულზე გააკეთა ზურა მამნიაშვილმა, პირდაპირ ჩინურიდან ქართულზე. ეს რომელი წლები იყო? ესე იგი ლაოძი ესა წლები როგორ აიცით, ეხლა ვერ გავიხსენებ ზუსტად. ალბათ 90-იანი წლებია. 90-იანი წლების ბოლოს იყო გამოიცა ეს პირველი წიგნი. საზოგადოებას აქვს ასევე გამოცემული ეს არის ქართული კულტურის საქართველოში ჩაის კულტურის სათავეებთან. ეს წიგნი არის ჩინურად და ქართულად გამოიცა. ეს არის ლიუჯანჯოუს არქივებზე დამყარებული წიგნი არის. ეს ქალბატონი მარის ბატონშოთა, აი ამ იმასთან დაკავშირებით, ჩემთან სხვათა შორის დამავიწყდა ქსინოლოგები ჩემთან ყოფილან, მაგრამ აი გადაცემის წინ აი ესეთი შეკითხვა მოვიდა ჩემთან თქვენ თუ ისა, აი სალაპარაკო ქართული ჩინური, ეხლა ტურისტები იცით უვიზო რეჟიმია და ბევრი ქართველი ტურისტები გადის ის არის სალაპარაკო გამოცემული ქართული ჩინური? აი ხა ეს ზურა მამნიაშვილის იმაში ზურას მოკეთ ძალიან სერიოზულ საქმეს გააკეთა, ეს არ არის პატარა საქმე, 65,000 სიტყვა კომენტარებით. უბრალოდ ლექსიკონი კი არ არის ეს, ჩვენ ქართული კომენტარებით. ეს აკადემიური ნაშრომი არის რა, მოკლედ სერიოზული. და ეხლა ზურას ხო მეც და ყველა რომ გამოცემას მე დავფინანსებ მაგალითად, ოღონდ გააკეთოს, გვინდა გააკეთოს იგი ლექსიკონი ეგეთი, რომ ესე იგი, მცირე რაოდენობის სიტყვები იყოს, ისა, მაგრამ ხა ისეთი შემოვიდეს, მობილური პროგრამებით შეიძლება თარგმანები, მაგრამ მინდა ძალიან გავაკეთო დაწყებული მაქვს მე და ზურასაც და მაგრამ ჩაისთან დაკავშირებული ლექსიკონი მინდა გავაკეთო, სადაც ტერმინები, ტერმინოლოგია ყველაფერი იქნება მოწესრიგებული რა, ესე ჩინური, ინგლისურ, ქართულ ენაზე. კი ბატონო, ბატონშოთა, სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო დასასრულს მეუახლოვდა, მე ხლა უბრალოდ იცით რა არის ერთდროულად მინდა ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებს მიუსამძიმრო, რაც მოხდა ისე არ მინდა ეთერიდან უერთდები. რასაკურველია თქვენი მოსვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო მოთხრობისთვის დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აუცილებლად კიდევ ერთხელ მოხვალთ და მოდით დავთქვათ დრო, რომ ჩინური ახალი წლის წინ თქვენ და ქალბატონი მალი მოგზანდებით ჩვენთან ეთერში და მოგვიყვებით საინტერესო ამბებს. მე კი გაგახსენებთ, რომ ჩვენთან სტუმრად იყო ბატონი შოთა პიტაძე, ქართული ჩაის მუზეუმის დირექტორი და ორგანული ჩაის მწარმოებელი ასოციაციის დამფუძნებელი, ეთერში თქვენთვის მუშაობდა პროფესორი სინძიანის უნივერსიტეტის ექსპერტ-კონსულტანტი ბადრი ნაჭყებია. მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ.